ყველაზე სამწუხარო რეალობა ახლა არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთისთვის მოიაზრება პუტინის და თეირანის რეჟიმების გვერდით და ამის ნათელი დადასტურება ის განცხადებები, რომელიც კეთდება ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს პარლამენტში და ამ შემთხვევაში უკვე განცხადება გაკეთა ბრიტანეთშიც ლორდსთა პალატაში, როდესაც ბრიტანელი პოლიტიკოსები უსმენდნენ კირ სტარმერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც წარადგინა მოხსენება უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია უკრაინაზე და პუტინის აგრესიაზე მსჯელობა არ დარჩენილა საქართველოს ხსენების გარეშე. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა კირ სტარმერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პირდაპირ უთხრა, რომ დასავლეთი უნდა იყოს ერთიანი, რადგან თუ დასავლეთი იქნება გახლეჩილი და არ იქნება ერთიანი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, ბედნიერი მხოლოდ მოსკოვის, თეირანის და თბილისის რეჟიმები იქნებიან. რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება ამ ომში, დასავლეთისთვის თბილისი იქნება ერთ-ერთი, ვინც იქნება ისტორიის მეორე მხარეს დადგება ავტოკრატიული რეჟიმების გვერდით და არ გაეხარდება რუსეთის დამარცხება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბრიტანეთის პარლამენტში კვლავ რჩება ივანიშვილის რეჟიმი, როგორც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთმა მათ წინააღმდეგ, რადგან არც ერთი დებატები თემთა პალატაში არ ჩაივლის ისე, რომ ან დებატები არ გაიმართოს საქართველოს შესახებ, ან განცხადებები არ გააკეთონ ცალკეულმა ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს შესახებ. Does he agree with me that მეთანხმებით თუ არა, რომ პუტინი იკვებება დასავლეთში გახლეჩილობით, ერთადერთი ვინც ბედნიერია ამის გამო მოსკოვი, თეირანი და თბილისია. ამ ძალიან დელიკატურ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პალატის ყველა კუთხე მაჩვენოს ერთიანობა, რასაც თქვენგან ქვეყანა ელოდება ბოლო 3 წლის განმავლობაში. and the House has shown over the last 3 years? I agree with him. Putin. მე მას ვეთანხმები, პუტინი იკვებება გახლეჩილობით, როცა მე ოპოზიციას ვხელმძღვანელობდი, სწორედ ამიტომ ვუჭერდი მხარს მთავრობას, რადგან პუტინი იქნება ერთადერთი გამარჯვებული თუ ეს პალატა იქნება გახლეჩილი. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გააგრძელონ ეს ერთიანობა, რადგან ეს იქნება დემონსტრაცია პუტინისთვის, როგორი ერთიანია ბრიტანეთი. Demonstrates to Putin. საქართველოს როგორც პუტინის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა საქართველოს შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ გამართა და დეტალურად ახსნა ის თუ რა მიიღო პუტინმა მისი წინამორბედი პრეზიდენტების პერიოდში. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს პუტინმა ხელში ჩაიგდო საქართველო, ასევე ობამას დროს მან მიიღო ყირიმი, თუმცა ტრამპი თავს იქებს და ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთს ომი არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ დაუწყია და მას ტერიტორიები ხელში არ ჩაუგდია. პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ის არის თავად პუტინისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, სწორედ მას შეუძლია, როგორც თავად ამტკიცებს, რუსული აგრესიის შეჩერება და ომის დასრულება უკრაინაში და ის ამტკიცებს, რომ ერთადერთი რაც მან პუტინს მისცა, ეს არის ჯაველინები უკრაინაში და სანქციები და ასეც გააგრძელებს. Under President Bush, they got Georgia. თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო. არა, რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზე დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ. იცით რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დაუწესე რუსეთზე. მე მათ ჯაველინები მივეცი. იცით ჯაველინები? თქვენ იცით კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა. ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი. პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და ჯაველინები მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. ეს განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც უკვე გითხარით, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ახლა საინტერესოა და მთელი მსოფლიო ელოდება დონალდ ტრამპის გამოსვლას შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც ის პრეზიდენტობის მეორე ვადის პირობებში პირველად მიმართავს კონგრესს სიტყვით და ისაუბრებს ბუნებრივია იმ გეგმაზე, რომელიც ტრამპს აქვს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების კონტექსტში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გამოთქვა მზაობა, რომ სურს ამერიკის შეერთებული
ამერიკულ შტატებთან და დონალდ ტრამპთან თანამშრომლობა და მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ახლა საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი, რადგან მან დაანონსა, რომ კონგრესში აპირებს ისაუბრებს მინერალების შეთანხმებაზე, გაგრძელდება ეს შეთანხმება თუ საბოლოოდ ჩაიჭრება კავშირები პრეზიდენტ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის. თავად ტრამპი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეთანხმება არ განიხილება და ამ დროის მონაცემებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად გაუჩერა უკრაინას ნებისმიერი ტიპის დახმარება და ეს ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ მხარები არ შეთანხმდებიან მინერალების შესახებ ეკონომიკურ შეთანხმებაზე და ხელს არ მოაწერენ.